პროექტი უცნობი კავკასია. მოგესალმებით რადიო უცნობი და ტელეკომპანია მაესტრო წარმოგიდგენთ ერთობლივ პროექტს უცნობი კავკასია ყოველ სამუშაო დღეს. დღის მთავარი თემით ჩვენ ვართ პირდაპირ ეთერში სტუდიაში ნათია გამცემლიძე მუშაობს. რამდენიმე კვირაში მიხეილ სააკაშვილს პარლამენტში ელოდებიან. ჯერჯერობით უცნობია მონოლოგის ფორმატში გაიმართება თუ დიალოგის პრეზიდენტის გამოსვლა. რა წინასწარი მოლოდინები აქვს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს. რა საკითხზე გააკეთებს აქცენტს მიხეილ სააკაშვილი ამჯერად უკვე დეპუტატების წინაშე. მაშინ როდესაც სხვადასხვა მედია საშუალებები საუბრობენ რომ არ არის გამორიცხული პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ შეცვალოს პრემიერ-მინისტრი და განაახლოს მინისტრთა კაბინეტი. ის რომ ბოლო დროს მიხეილ სააკაშვილი თვალსაჩინოდ გააქტიურდა, ამას არც ხელისუფლების გუნდის წევრები მალავენ. როგორ უპირისპირდება ოპოზიციური სპექტრი მიხეილ სააკაშვილის გააქტიურებას, რომელიც დღეს ერთიანია მთავარ მოთხოვნაში, გადადგეს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე გაიმართება ჩვენს ეთერში საბედნიერო ტრადიციულად ქცეული პოლიტიკური დებატები ხელისუფლების გუნდის წევრს გოგა ხაჩიძესა და გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელ კონსერვატული პარტიის ერთ-ერთ ლიდერთან ძვიად ძიძიგურთან ერთად. ბატონებო, მოგესალმებით. ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდით გადაცემაში მონაწილეობისათვის. ბატონ გოგა, პირველი კითხვა მაქვს თქვენთან, სანამ შიდა პოლიტიკურ პროცესებს დაუბრუნდებით. მე მინდა გკითხოთ, ჯონდი ბაღათურია საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი თქვენს იმპიჩმენტს მოითხოვს. იგი თქვენ გადანაშაულებთ ხარების სახელობის ეკლესიის კარის შენგრევაში, მაშინ, როდესაც სომხეთის პრემიერ-მინისტრი ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში. რა სიტყვით თუ შეიძლება თქვენი განმარტებები ამ საკითხზე და ამ ბრალდებაზე? მე პირველ რიგში ბოდიშს მოგიხდით, იმიტომ რომ რეალურად საველე პირობებიდან მოვასწარე, ასე ვთქვათ, თქვენს ეთერს და დიდი მადლობა მომხდენებისათვის. შესაბამის ფორმაში არ გეთხოვეთ ბატონ გოგა. რაც შეეხება ამ ბრალდებას, მე ერთი რამე მინდა აღვნიშნო პირველ რიგში, რომ მე ყოველ შემთხვევაში ასე ჩავთვალე, ეს თემა ერთი თვეა, ასე აქტიურად აყენებს ბატონ ჯონდი ბაღათურია. თქვენს იმპიჩმენტს მოითხოვს ჯონდი ბაღათურია. დიახ, და იმ მიზეზის გამო, რის გამოც მოითხოვს, მე ასე ჩავთვალე ყოველ შემთხვევაში, რომ არც ერთ ჟურნალისტს კითხვაც კი არ გეჩენია ჩემთან, არავის არ შეუწუხებია და არავის არ უკითხავს თუ რა ხდება, რეალურად რა მოხდა. და მე ჩავთვალე რომ სერიოზული ბრალდებაა ბატონ გოგა. გასაგებია, მაგრამ რატო არ დაინტერესდნენ არავინ ამით. მე რაღაცნაირად ჩავთვალე რომ არავინ ამას ყურადღება არ მიაქცია და არ მიიღო არავინ სერიოზულად. მე არ ვიცი ახლა ამ ბრალდებაზე ახლა ჩემს ფიქრობდი კიდეც რა ხა წარმოვიდგინოთ ადამიანი რომელიც სადღაც ზის და ისმეს ინფორმაციას რომ თვრალი გოგა ხაჩიძე ეკლესიის კარებს ანგრევს ფეხით. ანუ არ ქონია ესეთ ფაქტს ადგილი ბატონო. და ფიქრობს რომ ეხლა რამდენი რაღაც შეიძლება ითქვას ახლა ტყუილი დაუშვა თვრალი არ იყო ნასვამი იყო ან ფეხით არ შეანგრია ხელით შეანგრია, მაგრამ რაღაცა ხო იქნება სიმართლე. კი ბატონო, თუ ეს არის კვამლი, რომელიც აბსოლუტურად უცეცხლოდ არის გამოსწორებული და მე ერთი რამ შემიძლია ვთქვა, ამას ყოველთვის ახლავს თან ერთი განმარტება, რომ ბატონ ჯონდი ბაღათურიას აქვს ვიდეო მასალა ამ ფაქტს ამოცემ. თუ ჯონდი ბაღათურია, როგორც კი ჯონდი ბაღათურია ამ ფაქტის რაღაც აღწერე რაღაც ვიდეო მასალას დადებს. კი ბატონო, ჯონდი ბაღათურია საუბრობს რომ მას აქვს ვიდეო მასალა. კი ბატონო, იმ წუთში არა გასაგები რა ახლა ალბათ ჩაგვერთვება ეტყვის რამს და იმ წუთში აი პირდები წინასწარ რომ მანაც იცოდეს, იმ წუთში გამოვაქვეყნებ ნებისმიერ ვიდეო მასალას, თუნდაც იმას როგორ მონაწილეობდა, არ ვიცი. ჯონდი ბაღათურია მაგალითად სპარტაკის აჯანყებაში, ან რაიმ ნებისმიერ აბსურდს. თუ შეიძლება მოусმინოთ, მოვიმარჯვოთ ყურსასმენები ბატონებო. ბატონ ჯონდი, მოგესალმებით. მოგესალმებით. ბატონ ჯონდი, ერთი წუთიც მე მინდა პირველ რიგში კითხოთ, ბატონ გოგო ახლა კატეგორიულად უარყო ის ფაქტი, რომ მან ხარების სახელობის ეკლესია კარით შეანგრია. თქვენ მოითხოვთ გოგა ხაჩიძის იმპიჩმენტს. თუ შეგიძლიათ დაასაბუთოთ, რატომ მოითხოვთ იმპიჩმენტს? გისმენთ. 2008 წლის 12 დეკემბერს დაახლოებით 1 თვისა და 15 დღის წინ ლესელიძის ქუჩაზე მდებარე ხარების სახელობის ეკლესიის კარი იქნა შემწეული, რომელშიც თანამონაწილე ამ კარის შემწევის იყო ბატონი გოგა ხაჩიძე. ეს და ამას ადასტურებენ თვითმხილველების, ასევე ეს დაცურდება ვიდეო მასალითაც, რომელიც მე გამაჩნია და სხვათა შორის მინდა ვთქვა ახლა. ხო არ მომესმა ბატონმა გოგამ მოითხოვა ვიდეო მასალით? დიახ. ნუ მაშინ მე აეხლავე პირობას გაზრდას, აი პირდაპირ ეთერში მე ხვალ ამ ვიდეო მასალას გამოვაქვეყნე. მე უბრალოდ არ ვაქვეყნებდი რაღაც მიზეზების გამო. რა მიზეზების ბატონ ჯონდი? ვიცი რა მე მითქეს პრინციპში მაქვს უფლება რომ ვთქვა რომ მე მთხოვა პატრიარქმა რომ არ გამომექვეყნებია ეს მასალა. ესეთი თხოვნა იყო და მითხრა რომ ესე იგი პირადად შეხვდით თქვენ პატრიარქს ამ თემაზე ბატონ ჯონდი? დიახ, სხვადასხვა თემებზე მქონდა საუბარი, მაგრამ პატრიარქმა მთხოვა რომ ესე იგი იქნება ამ მასალის გამოქვეყნებისგან თავის შემეკავებია და ეს არაერთის მანამდე იყო ესეთი თხოვნა.
ამას ჰქონდა თავისი მოტივები, ესე იგი, თუმცა მაინც ბატონი გოგას ხვდა მე მაქვს საფუძვლიანი ეჭვი რომ იყო მცდელობა რომ ამოფარებოდა რაღაც საკაცობრიო და ეთნიკურ მომენტებს, იმიტომ რომ იქვე მოხდა, მომენტალურად მოხდა გააქტიურება ადამიანთა რაღაც ჯგუფის, რომელმაც თავის რაღაც გამოაცხადეს რაღაც ანსამბლიანად და ისინი შეურაცხყოფელი სიტყვებით და მუქარით იპირისპირდებოდნენ. მე ჩემთვის ძალიან გასაკვირი აღმოჩნდა, თუმცა შემდგომში ის ადამიანები, რომლებიც მე ასე მიპირისპირდებოდნენ იმის გამო, რომ მე გოგა ხაჯის გადადგომა მოითხოვე აღმოაჩინეს სწორედ ამ კადრებში. როდესაც ხდებოდა ეკლესიის კარის შემწრება. რა მიზეზით ანგრევდა ბატონ გოგა ხაჩიძე ეკლესიის კარებს? ბატონ ჯონდი, თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ? ერთი წუთით იცით რა? ბატონმა გოგა ხაჩიძე უნდა ახსნას და მე მგონი ძიებას უნდა აუხსნას. გასაგებია, მაგრამ მე მაინტერესებს თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ? გისმენთ? ეხლა მე აგიხსნით ნაცია, გამოვატო. სალამე გამოვაქვეყნებდე. მე მინდა თქვენი მსმენელის და მაყურებლის ინტერესის დავაკმაყოფილო რა ჩანს პირდაპირ გამოვატო. ვიდეო მასალათის პირდაპირ ჩანს კარის შემტრევა. იცით, არის ზურგიდან გადაღებული და ასე იგი შესაძლოა შემომტრევი ადამიანების ასე იგი სახეები მაყურებელმა იმ წუთში ვერ გაარჩიოს, მაგრამ ფართეპლანით არის მე ჩამოტეხილი პეტლს რო ეძახეთ მაპატეთ არ ვიცი რომ ქართულად რა ქვია კარის ზედაპეტლი ეკლესიის კარის და შემდგომში არის ვიდეო ჩანაწერი ასე იგი ბატონ გოგა ხაჩიძეს ადამიანი ძალიან საპატივცემულო ადამიანი და ადამიანები იქ დგარი უბრალოდ მოქალაქეები თბილისელები ეუბნებიან რომ ასე იგი ეს რა გააკეთეს ამას რა ასე იგი ამ საქციელს რა ქვია ეს არის ქართველი საქციელი მინისტრის თუ რას ნიშნავს და იქვე გოგა ხაჩიძე არ უარყოს ამის გაკეთებას პირდაპირ ამბობს რომ თქვენ მე რას მეუბნებს ეხლა გნებავთ რომ ისევ ავჭედო ეს კარი კი ბატონო ჩამომტრეული ბატონი ჯონდი თუ შეიძლება ჩვენთან სტუდიაში იმყოფება გოგა ხაჩიძე რომელსაც ალბათ თავად ექნება მოსაზრებები თქვენი მისამართით ბოდიშვიხტი ნათია გოგა ხაჩიძეს მოსაზრებები ვის აინტერესებს არა ბატონ ჯონდი ძალიან გთხოვთ ბატონ ჯონდი თუ შეიძლება პირდაპირ ეთერში მე ვიფიქრე რომ რაღაცას შეეცდება რომ იცი ეთქვა რომ იცი მე არ ვიყავ დამიშა შავებია რაღაცა მე არ კადრების გამოქვეყნებას თუ ითხოვს მე იზოლებული ვიქნები რომ გამოვაქვეყნავ თქვი უკვე რა რა მიზეზით შევიკავე თავი უბრალოდ თქობა და მირჩია ბატონ ჯონდი თუ შეიძლება თქვენ სერიოზულად ადანაშაულებთ ბატონ გოგას და თუ შეიძლება მოგვეცით საშუალება რომ ბატონმა გოგამ გიპასუხოთ გისმენთ ბატონ გოგა მე ბოდიშ მოვხდი ბატონზე მე თვითონაც არ ვიყავი ამ ფორმატის მომხრე იმიტომ რომ ეს იმდენად ისეთ თემა რომ ასე სწრაფად და სხვა თემას სალაპარაკოთ მოვით მაგრამ გეტყვით სხვა თემებზე აუცილებლად ვისაუბრებთ თუმცა ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია ბატონ ჯონდი ახლა რაღაცა მე არ ვიცი რაღაცა კადრები აქვს მოგყვებას. ესე იგი, გასაგებია, რასაც გულისხმობს, YouTube არის ასეთი საიტი, კარგად მოიხსენება ალბათ ბევრი ინტერნეტის მომხმარებელს და იქ შეგიძლიათ აკრიფოთ ნორაშენი, იმიტომ რომ ასე იძებნება და ჩემს ნათელია ხა რაც არის საუბარი, ბატონ ჯონდი საუბრობს, აქვე დევს ყოველგვარი ხვალინდელი და ზეგინდელის გარეშე, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია ეს ნახოს. აქვე დევს მასალას, სადაც მე და მამატარიელი საუბრობთ, ასე ვთქვათ, ამ ძალიან სამწუხარო ფაქტის შემდეგ, რომელიც მოხდა თავისთავად რაღაცა ცუდი იყო ეს პროვოკაცია იყო, ვინც ჩაიდინა. საერთოდ არ ვიცი, ეკლესიის კარები კი საერთოდ ამ ეკლესიაში შეხებული არა ვარ და კიბეზე არა ვარ. აი ერთი წუთით. და მე მესაუბრება მამატარიელი და ითხოვს, რომ აი შენ მინისტრი რო ხარ და ქართველი რო ხარ, რაღაცა ეს რა მოხდა, რა მოგწონს, რა გააკეთე, მე ვთქვა რომ მე შესაბამისი ინფორმაცია მივაწოდე რომ ეს ცუდი ფაქტი მოხდა, დავრეკო და მივაწოდე პატრულს ინფორმაცია რომ ეს ცუდი რაღაცა მოხდა და ვთხოვე რომ რამე დაძაბულობა არ გამოიწვიოს ამან და იქნებ ყურადღებით ყოფილიყვნენ. ანუ ქონდა ესეთ ფაქტს ადგილი ბატონო? რა თქმა უნდა, ქონდა ეხლა გაცოდა. ქონდა, კი, ძალიან სამწუხარო ფაქტი იყო, ძალიან ცუდი ფაქტი იყო, იქ იყვნენ სომხური წარმოშობის მრევლი იყო და იქ იყო ასე ვთქვათ სასულიერო პირები, სომხები. ეს ფაქტი კარი შეამტრიეთ თუ არა ეკლესიის? როგორ გონიათ? არა მე ჩემს რა სისულელია, რა აბსურდია, რას ქვია, გოგა ხაჩიძე კარები შეამტრია ეკლესიის ახლა კარგით რა, ახლა ყველა საზღვარდა. რაც შეეხება ამ კადრებს და კიდე ბევრ კადრებს, კიდევ ერთხელ თხოვაო ბატონ ჯონდი საუბრობს რომ ეს კადრები არ გამოვაქვეყნო. პატრიარქმა მე ვიცი ალბათ რაც თხოვა ბატონ ჯორდის და მქონდა ამას საუბარი. რა თხოვა?
არაფერი ის რომ ეს არ არის სისტემა, რომელთაც შეიძლება რაღაცა ქულები იწერო და ეს არის საკმაოდ რთული თემა და ამაზე ეს გოგა ხაჩიძე და ჯონდი ბაღათურიაზე არ მთავრდება ეს თემა და ეს არ არის თემა, რომელიც ასე პატარა ტალახების სრულად შეიძლება. ეს არის საკმაოდ სერიოზული თემა, არის საპატრიარქოს ოფიციალური პოზიცია, არის სომხური მხარის ოფიციალური პოზიცია, არის მთავრობების შეთანხმება ამაზე და ეს არის უფაქიზეს თემა, სადაც იკვეთება როგორც ეთნიკური, ასევე რელიგიური და ასევე ძალიან ბევრი მტკივნეული საკითხი და ეხა ჯონდი ბაღათურიას თუ ვინმე უნდა დააჯეროს იმას, ეხა აი როგორ იცვლება, თვრალმა გოგა ხაჩიძემ წიხლით შეამტროა კარები, უცბად შეიცვალა იმით, რომ იქ ვიღაცები ამტროენ კარებს და მე არის ესე კადრები, როცა მოქალაქეები არა მამატარიელი და მრევლის წარმომადგენელი, იმიტომ ერთი წუთით, იმიტომ რომ როგორც კი ეს სხვა შორის ეს არ მოხდა რაღაცა ყვირილთან გრევით და რაღაც, თორე ამას თვალში მომხდებოდა, მე უბრალოდ ეზოში ვიდექი როგორც და მასპინძელი მხარი, ასე ვთქვათ, და იქ რაღაცა თავისი რიტუალი იყო, იქ რაღაც წრეზე წავიდა ეს დელეგაცია და მე საუბრობდი იქ ადამიანებთან და ეს რომ უხმაუროდ მოხდა ბუნებრივი ინსტინქტია, როცა დავინახეთ მამატარიელი, ჩვენი სასულიერო პირი, ჩვენი მრევლი, რაღაცა ჩავთვალე აქ რაღაცა არასწორად მოხდა, მე არც ვიცოდი ჩაკეტილი იყო, შემტრევა ჭირდებოდა, შესამტრევი იყო და ბუნებრივად მივედი მამატარიელთან და ნუ მივიღე გარკვეული აგრესია, რომ შე რო აქ იყავი, ეს რატო გაბედა? გასაგებია ბატონ მე ვუთხარ, რა შეიძლება გავაკეთო ახლა მე მივიდე, ისევ დავკეტო, ავაჭერ, მე ეს ინფორმაცია მივაწოდე და თვლი რომ ეს არის სამწუხარო ფაქტი და რაღაცა ყურადღების მიქცევა. გასაგებია ბატონ გოგა ძალიან ასევე იყო მოწოდება რომ ორი ეკლესია რაღაცაა თუნდა მონახოს საერთოდ. ბატონ ჯონდი გისმენთ თქვენი მოსაზრება და მე უნდა დაგემშვიდობოთ დიახ ეს არის სამარცხვინო როცა გვყავს მინისტრი რომელიც იქ იდგა როცა ეკლესიის კარს ამტრევენ და ეხლა აცხადებს რომ თვითონ აცხადებს რომ იდგა და არ შეუმტვირე მაგრამ აცხადებს რომ ეს სამწუხარო ფაქტია ეს სამწუხარო ფაქტია კი არა ეს არის ეროვნული ღირსების შევა ეს არის სულში ჩაფურთხება ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული ეკლესიის კარის შემტრევა არის სისხლის სამართლის დანაშაული და მინისტრი აცხადებს რომ სამწუხარო ფაქტი იყო და ფათაშორის მინდა გითხრას არის დანაშაულის დაფარვა ასევე თუ ის შეესვა როგორც თვითონ ამ დაუშვათ შეესვა რა ამ ფაქტს მე რატო არ შეატყობინა გასაგები პატრული გამოვიდა ხილამ იმიტომ რომ სიტუაცია არ დაძაბული იყო იმიტომ რომ ესე იგი ქართველი მრევლი გამოვიდა ქართველები გამოვიდნენ რომ რაღაცა არამწვარი იყო რო არ ეცემათ ალბათ რო არ ეცემათ მე რომ არ ყოფილიყავი იქ არ გამორიცხავ იმას რომ იქ რაღაც გარკვეული დაძაბულებები შექმნილიყო მე გისმენდი და არ გაწყვეტინებდი თქვენ და დაწყნარდით თუ შეიძლება თქვენ ავტორში და ამ გონორის ლაპარაკის უფლება აღარ აქვს სამარცხვინოა მინისტრი მინიმუმ თქვენ რო ამბობთ თქვენ რაც ეხლა თქვენი საკუთარი თავისი წინააღმდეგ მიეცით ჩვენება მინისტრი კაცი იქიდეგი ეკლესიის კარს ამტრევდა რა გააკეთე სამწუხაროა ეკლესიის კარის შემთხვევაში მეტი არაფერი გასაგებია ბატონ ჯონდი არის შეგნით ეს არ არის სულში ჩაფურთხება ბატონ ჯონდი თუ არის გზენი თავი ხვალ მოვა სახლის კარებს შემოგიმტრევენ ის ადამიანები თქვენი სტანები რომლებიც ეს ეკლესიის კარს გასაგებია დიდი მადლობა ბატონ ჯონდი სამწუხაროდ მე უნდა დაგემშვიდობოთ რადგან ჩვენ შიდა პოლიტიკურ პროცესებზე საუბარს უნდა დაუბრუნდეთ დიდი მადლობა პირდაპირ ხაზზე ჯონდი ბაღათურია საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი საუბრობდა ბატონ გოგა მინდა გითხრათ რომ ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი თემაა რადგან თქვენ ბრძანდებით საჯარო პირი და როდესაც არსებობს ესეთი სერიოზული ბრალდება თქვენი მისამართით საზოგადოება უნდა იყოს საქმის კურსში ამასთან დაკავშირებით ასე რომ კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო რომ ეს არის სერიოზული თემა, მაშინ სერიოზულად უნდა მივუდგეთ ამ საკითხს. ასე ბატონ ზვიად და მე მოგვიწვიოთ აქ სხვა თემების სალაპარაკო. ტელეფონი ჩართვით, ასე გაქცეული ჯონდი ბაღათური რაღაცას მომაძახეთ. არა, ბატონ ჯონდი ბაღათური იმყოფება ბათუმში, ამიტომ ჩვენ ვერ მოვიდა. გასაგებია, მაგრამ მოგეწვიათ მაშინ ხვალ ზეგ და დაგეძახეთ და გვესაუბრა ამაზე. ეხლა მანქანიდან გაქცეული ჯონდი ბაღათური რაღაცას მომაძახებს, მომალანძღავს აქ და ვიჯდი ახლა ას და ვითმინეთ რომ ეხლა ჯონდი ბაღათურია სასახსნელი გახდა, ჩემთვის რა არის ეროვნული ღირსება და ეკლესიის კარების შემდგომ. ბატონ ჯონდი ბაღათურიამ თქვენ საკმაოდ სერიოზული ბრალდება წაგიყენეთ. ჯონდი ბაღათურია ძალიან ბევრი სერიოზული თავის ვირტუალური ბრალდებები წაუყენა მთელ ქვეყანას. გემართლებინეთ თავი. კი ბატონო. დიდი მადლობა, მაგრამ მე თქვენ საყურადღებოდ ვამბობ და მასმედიის საყურადღებოდ. თუ ეს არის სერიოზული თემა, ასე გაქცეული კაცს არ უნდა ალაპარაკოთ და უნდა მოიყვანოთ. ბატონ გოგა, თქვენ თავად ზანეთ რომ მასმედიამ საერთოდ არ გააშუქა ეს თემა და მე ვფიქრობ რომ ეს თემა თქვენ უფრო სერიოზულად უნდა დაინტერესდეთ. ეხლა ასე თუ გინდათ რომ რაღაც ერთმანეთს ტალახის სროლა დაუწყოთ, კი ბატონო, აჰა, ჩავატარეთ შოუ. ბატონო ჯონდი ტელეფონით მიაქენენ თავი მიმართել და ჩამიტარა მორალისტ გაკვეთილი ბატონმა ჯონდი ბაღათურია, რომელსაც პატივი იმიტომ ვცემდა, იმიტომ უნდა ვცე, რომ ჩვენი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელია. მეტი მიზეზი მე არ გამაჩნია და ეხა ამას ცოტა სერიოზულად ჭირდება მიდგომა და ეს არ არის საკითხი, რომელიც ასე სატელეფონო გარჩევებით
ჯონდი ბაღათურია უნდა ჩამიტაროს მე აქ. გასაგებია. ბატონ გოგა ნება მომეცით დაუბრუნდეთ შიდა პოლიტიკურ პროცესებს საუბარს. ბატონ ზვია, თუ შეიძლება თქვენი კომენტარი ამ ფაქტთან დაკავშირებით თუ გსურთ რომ ისაუბროთ ამ საკითხზე. გისმენთ? თუ შეიძლება ახლოს მიკროფონთან. ჯერ ერთი ნათია მე უბრალოდ მართლა მინდა სურვილი გამოთქვა რომ მე თვითონაც სიამოვნებით ვნახავდი დებატებს თვითონ ბატონი ჯონდიც რომ მიჯდეს და ბატონი გოგაც ისეთი და მართლა გაირკვეს საქმე რაშია და როგორ არის და იმიტომ რომ ეს აინტერესებს ქართულ საზოგადოებას. მე მოხარული ვიქნები რომ ბატონი გოგა ამ საქმეში არ იყოს გარეული საერთოდ, მაგრამ გეტყვით როცა საზოგადოებაში ჩდება ასეთი ტიპის ინფორმაციები, საზოგადოების დიდ ნაწილს ეს ჯერა და ჯერა იმის გამო რომ ნაციონალური მოძრაობის და მართველი პარტიის მიერ ჩვენ არაერთხელ ვნახეთ ეკლესიების დანგრევის ფაქტიც ვნახეთ, შენგრევის ფაქტიც ვნახეთ. ბერების გაჩხრეკვის და პირქვე დაგდების ფაქტებიც ვნახეთ რაღაცა და ეს ჯერა ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მე ვეთანხმები ბატონ გოგას ეს არის ფაქიზი თემა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია ჩემთვის არის სრულად ნათელი ვიცი ეს პოზიცია როგორიც არის და ვიზიარებ სრულად ამ პოზიციას როგორია და ამ თემაში ბევრი ჩხრეკა არ შეიძლება იმიტომ რომ აქ არის ქართულ-სომხურ ურთიერთობებზე ლაპარაკი ამ თემების გაღრმავება ამ თემების რაღაცა გამწვავება არავის არ აძლევს ხელს არც სომხურ ასე ვთქვათ დიასპორის წარმომადგენლებს საქართველოში და არც ქართველებს და არც საქართველოს მოქალაქეებს არ აძლევს მთლიანობაში ხელს და ეს არის პოზიცია საპატრიარქოს და ვეთანხმები ამ პოზიციას მაგრამ თუ ეს კაცი არის უდანაშაულო ასეთ შემთხვევაში მას უნდა მისცეთ საშუალება რომ სრული ფორმატით ამ თემაზე იყოს საუბარი და გაირკვევს ტყუანი და მართალი ცილის წამებასა აქ ადგილი ნამდვილი ფაქტია თუ არ არის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ბატონ ზვია დღეს ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა დეკლარაციას მოაწერეს ხელი. დეკლარაციაში შესულია სამი ძირითადი მოთხოვნა გადადგეს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის ჩატარდეს ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები და შეიქმნეს პირობები თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად. ბატონ ზვია, რისთვის შეიქმნა ეს რეზოლუცია? ხომ არ ფიქრობთ რომ შესაძლოა ეს იყოს წინაპირობა იმისათვის რომ კიდევ ერთხელ გაერთიანდეს ოპოზიცია ისეთი როგორც ეს ნოემბრის მოვლენების დროს იყო. გეტყვით რისთვისაც შეიქმნა ეს რეზოლუცია, შეიქმნა იმისთვის, რომ განხორციელდეს ის, რაც წერია ამ რეზოლუციის პუნქტებში, ანუ ის სამი მოთხოვნა, რომელიც არის, ჩვენ მიგვაჩნია, რომ არის ამ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, აუცილებელი და განსახორციელებელი ნაბიჯები. ანუ მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც არ გააჩნია არც მორალური, არც პოლიტიკური, არც იურიდიული უფლება იყოს ამ ქვეყნის პირველი პირი, უნდა გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან იმ დანაშაულებებისა თუ შეცდომების გამო, რომელიც მან ამ ბოლო წლების განმავლობაში ჩაიდინა და ამ თემების გამრცობაზე იქნება ალბათ გვექნება შესაძლებლობა, რაში გამოიხატება ეს დანაშაულებები თუ შეცდომები და ერთი რაც შემიძლია ყველაზე უფრო მნიშვნელოვნად რაც მიმაჩნია, ეს არის აგვისტოს ამბები, როდესაც საქართველოს პრაქტიკულად კიდე დაიმატა დევნილები 50000 კაცი დაახლოებით, როდესაც დაკარგა დამატებით ტერიტორიები, ის რაც შევარნაძის დროს ჯერ კიდევ იყო გადარჩენილი და შენარჩუნებული და რაც იმას არ დაუკარგია სააკაშვილის წინამორბედს, ახლა ამან მიამატა ეს ტერიტორიები და ეს არის მე ვფიქრობ რომ ასუხისმგებლობის საკითხი ქვეყნის პირველი პირის. თქვენი განცხადება მოვიშველიო და შემდეგ ალბათ ბატონ გოგა გააკეთებს განმარტებას. მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის გადადგომა კი არა ტერიტორიების დაკარგვის გამო, ქვეყანაში 10000-ობით დამატებითი დევნილის გაჩენის გამო, ადამიანთა მკვლელობების გამო, საკუთრების უფლებების დარღვევების გამო და სხვა უამრავი დანაშაულის გამო, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა ჩაიდინა, მოუწევთ ურთიერთობის გარკვევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსთან და კონსერვატორული პარტია ბოლომდე იბრძოლებს იმისათვის, რომ ერთხელ მაინც პირველმა პირმა პასუხი აგოს იმ დანაშაულებისათვის, რომელიც მან და მართველი გუნდის წევრებმა ჩაიდინეს. ბატონ გოგა, თუ შეიძლება საკმაოდ სერიოზული ბრალდებები ხელისუფლების მისამართი და პრეზიდენტ სააკაშვილის მისამართით. ჩვენ მოვითხოვთ პრეზიდენტის გადადგომას, ეს არის ოპოზიციის პირველ რიგში აი ამ წინა თემასთან დაკავშირებით მადლობა მინდა გამოვხატო მადლიერება ბატონ ზიადოსამდე, იმიტომ რომ ეს მართლა ფაქიზი თემა და ძალიან ობიექტურ ჩარევას ყველას მხრიდან მოითხოვს და ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაირკვეს რაზეა აქ საუბარი და რა ბატონ გოგა პირობას გაძლევთ. რაც შეეხება ამ განცხადებას, ეს არის კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ასე ვთქვათ განცხადება, ეს არის მათი პოზიცია, სრული უფლება აქვთ მათ კონდეთ ეს პოზიცია და ნუ ეხა რა თქმა უნდა, რადგან ამ პოზიციას აფიქსირებენ, ეს ნიშნავს, რომ მათ ეს პოზიცია აქვს და ასე ჯეროთ. მაგრამ მე მინდა რაღაცა თუ იქნება ამის საშუალება, თუნდაც ამ ეთერში. ხო, ყველაფერზე კითხვის პასუხს ვერ გავცემთ, ყველა კითხვაზე ვერ გავცემთ ჩვენ ალბათ ერთად, მაგრამ რაღაცა იქნება ნაბიჯ გავიაროთ, იგივე დაკარგულ ტერიტორიებს რაც შეეხება, იგივე არ ვიცი, ქვეყნის მდგომარეობას რაც შეეხება, იმიტომ რომ მეც ხომ ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ, ხო? მე ხა
რომელთა ჩვენი ხელისუფლება იქნება, სხვა ხელისუფლება იქნება, ვიღაცა უნდა მითხროს, ხო ვერ მეტყვის ვიღაც, რომ ამ ქვეყანაში არ უნდა ვიცხოვრო. მე როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, პერსპექტივაში, მომავალში აღარა ვარ ხელისუფლების წევრი, რაღაცა დაინტერესება ხო უნდა მქონდეს დაუშვათ, რომ იგივე დაკარგულ ტერიტორიებთან რას აპირებს ვინმე? რას აპირებს? ანუ კი ბატონო, თქვენ იმას არ გეუბნებია, რომ ამ ქვეყანაში არ უნდა იცხოვოთ, მაგრამ თქვენ ოპოზიცია დაჭერით გემუქრებათ თქვენ და ხელისუფლების წარმომადგენლებს და თავად პრეზიდენტ სააკაშვილს. თქვენი ეს ჟურნალისტური პოზა არის ჩემთვის გასაგებია. სხვა რამეს ვამბობ აბსოლუტურად, არსით სხვა რამეს ვამბობ. დაკარგული ტერიტორიებსაც შეეხება. ეხლა მე მაგალითად სხვა პოზიცია მაქვს. მე ვთვლი რომ ის ტერიტორიები იყო ამ მდგომარეობაში, იქ შემოვიდა დამატებითი ძალები, რა თქმა უნდა. ზოგადად კონფლიქტი არის გაღვიძებული, ასე ვთქვათ, ზოგადად კონფლიქტი არის გააქტუალურებული, არა მარტო ამ ქვეყანაში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეს კონფლიქტი განიხილება, ამას მოყვა ომი, ამას მოყვა გასაგებია მსხვერპლი, ამას მოყვა დევნილები და ეს არის პროცესი, რომელიც ამ წუთშიც მიმდინარეობს და კიდევ ბევრია საბრძოლო. მე საერთოდ აი ეს ბოლო პერიოდი მიჩნდება ასეთ შეკითხვა. იქნებ ერმა მე ეს ყველაფერი ერთი მიმართულებით მიდის ჩემთვის მაგალითად. კი ჩვენი ერთ დღეს ყველამ სხვა შორის ბატონი ზიადი მაშინ ავანგარდში ამ ყველაფრის შეიძლება ითქვას და ავიტაცეთ რომ დამოუკიდებლობა გვინდა, თავისუფლება გვინდა, ჩვენ რაღაცა სუვერენიტეტი გვინდა და ასე შემდეგ. ეს ავიტაცე და ზედაპირულად გადავივლეთ ასე ვთქვათ ამ დამოუკიდებლობის წყალი, მაგრამ ღრმად და აზრით და ლოგიკით ეს ვიცით კი რა არის, იმიტომ რომ რაღაც აქ ჩემთვის არის არჩევანი, რომ ჩვენ ან უნდა დაუბრუნდეთ რუსულ ორბიტას და არ ვიცი, საბჭოთა კავშირი აღარ იქნება, მაგრამ რაღაც წმინდა რუსულ გავლენას, რომელიც არ არსებობს ნახევრად რუსული და ისეთი, არსებობს პირდაპირ ზეგავლენის მოქცევის ქვეშ ყოფნა და არის კიდევ სხვა არჩევანი, არის დასავლური არჩევანი და იქნებ ზოგადად ერმა კარგად ღრმად გავიაზროთ ეს და ღიად მაინც ვთქვათ, ვიცოდეთ მაინც რამდენი ვართ ისეთ ვისაც, იმიტომ რომ ამ ყველაფერს ჩემთვის პირადად ჩემთვის ერთი გზა რომ მივყავართ ისევ რუსეთისკენ და მე შორსა ვარ იმ აზრისგან რომ ვიღაცას რუსეთის აგენტობა და აქ გააზრება ბატონ გოგა თქვენ იმ აზრისგან რომ ოპოზიციაში რუსეთის აგენტები არიან თქვენი კოლეგები ეს არ არის თუნდაც ჩვენს ეთერში და თქვენ არ გაქვთ ეს არ არის ჩემი გასარკვევი ჩემი სალაპარაკო და მე ამაში არაკომპეტენტური ადამიანი ვარ ამ შემთხვევაში ვინ არის რუსეთის აგენტი და ვინ არ არის მე ვსაუბრობ ჩვენზე ქართველებზე გააზრებული კი გვაქვს რა ღირს დამოუკიდებლობა, რა ჯდება თავისუფლება, რის ფასად შეიძლება მოვიპოვოთ და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ჩემთვის ეს ყველაფერი, მე არ ვამბობ რომ ბატონი ზიადისთვის ხვისთვის. ჩემთვის ეს ყველაფერი ნიშნავს ისევ შებრუნებას იმ ძველ ორბიტაზე. აი საბოლოო ჯამში ასე ეტაპ ნიშნავს იმ ძველ ორბიტაზე შესვლა, რომ კი, იყო გაყინული კონფლიქტი, ხოცავდნენ ადამიანებს, გვესროდნენ რაღაცებს, ვერ შევდიოდით, არ გადმოდიოდნენ და ასე ცხოვრობდით და ეს თუ დიდხანს შეიძლება გაგრძელებულიყო, არ ვიცი ახლა. კი ბატონო, რადგან ბატონ გოგა თქვენ თავად მოითხოვეთ რომ კონკრეტულად კონსერვატორული პარტიის ბრალდებებზე საინტერესო ადამიანის მკვლელობებზე საკუთრების უფლებების დარღვევაზე თქვენი პოზიცია, თუმცა მანამდე ბატონ ზვიადს მივცეთ საშუალება კი პასუხობ. მე უბრალოდ მინდა შემოგთავაზოთ რომ რაღაცა ტიპის დრო გავანაწილოთ. რასაკურველია ბატონ ზვიად მე აქ ზოგადად ვილაპარაკოთ საკითხებზე და ეს ზოგადი ლაპარაკი დარჩება ზოგად ლაპარაკი. კი ბატონო, გისმენთ. მე ხა ბატონი გოგას საუბრიდან რაც მოისმინე, გითხრან როგორ დაიბრუნებენ და როგორ მოაგვარებენ ამ პრობლემებს. იქნებ ამაზე გვესაუბრო, მაგრამ მე ამას ვღებულობ იმის დასტურად რომ ტერიტორიები რომ დაიკარგა და რომ ამაში ხელისუფლების პასუხისმგებლობა არსებობს, ეს თქვენთვის უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. ეს ასეა. მე ასე ვუყურებ ამას და ასეთნაირად წარმომიდგენებ. მე შემიძლია გითხრათ კოდორის ხეობაში მაგალითად რა მოხდა. კოდორის ხეობა, რომელიც ხელისუფლებამ გამოაცხადა ზემო აფხაზეთად რამდენიმე წლის წინ, სადაც აფხაზეთის ადმინისტრაცია გადაიყვანა და ამაზე იყო დიდი პიარი კეთდებოდა მთლიანად და აცხადებდა სააკაშვილი, რომ ჩვენ აი დავიბრუნეთ აფხაზეთის ტერიტორიის ამდენი პროცენტი, იმდენი პროცენტი, ზემო აფხაზეთი არის და აი იქ არის უკვე სტრუქტურები და ზიანი იქ იყო ჯარი შესული, იქ გაიყვანეს ახალი გზა, ყველაფერი და შემდეგ ეს ჩვენი ჯარი, რომელიც იყო ესე იგი, სწორედ იმ სულისკვეთებით იზრდებოდა. მე ყოველ შემთხვევაში ასე მეგონა, რომ მას თავის ტერიტორიები უნდა დაეცვა. მერე ჩვენი ხელისუფლება მთლიანად, საქართველოს ხელისუფლება, რომელიც იმ სულისკვეთებით იყო, რომ თავის ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღედგინა, ამ ახალ აშენებულ გზაზე ატარებს რუსების ტანკებს და იქ საარტილერიო დაბომბის გარდა სხვა ის არ ყოფილა, რა ქვია, საარტილერიო დაბომბის შედეგად იცლება მთლიანად და შედიან რუსები და იმ ტერიტორიებს იკავებენ, რომელიც არასოდეს არ დაუკავებიათ ამ კონფლიქტის განმავლობაში. და საერთოდ იქიდან ვერ ამოვიდნენ აფხაზეთის და ამათ გაკეთებული გზით ავიდნენ და დაბანაკდნენ და იქ არიან ეხლა და მაშინ
ეს რას ნიშნავს გამაგებინეთ? ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ ხელისუფლებამ თავისი PR კამპანიის გულისთვის, ოდესაც კოდორის ხეობა, რომელსაც ყოველთვის კოდორის ხეობა ერქვა, გამოაცხადა ზემოაფხაზია, რუსმა თქვა, აფხაზეთია, მაშინ შევალ და მე დავიკავებ ამას და გავაკეთებ იმას, რაც გააკეთა იქა. არასდროს არ იყო კიდევ ერთხელ ხალხს უსვა მიკროსა. შეეწირა კოდორის ხეობა. PR კამპანია შეეწირა ახალგორის რაიონის და კოდორის ხეობას. ახალგორის რაიონი სანაკოების სამფლობელოდ გამოაცხადეს, იქ ჩაატარეს ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური თუ სამხრეთ ოსეთის ისა რა ქვია არჩევნები ჩაატარეს და იქაც ესეთი იყო მე ევროპელი ექსპერტები დასკვნაც, რომ თქვენ თვითონ არა გაქვთ ახალგორთან დაკავშირებით თუ რომელი ტერიტორია რაც წარმოადგენს პოზიცია და არჩევნები გაქვთ ჩატარებული სამხრეთ ოსეთში. ეს იყო ფრანგი ექსპერტების მიერ დადებული დასკვნა, რომელსაც ასევე ძალიან კარგად გამოეპასუხა რუსი და დააყენა იქ თავისი ჯარი და წაიღეს ეს ტერიტორიები. ეს არის პასუხისმგებლობის საკითხი. მე ვაყენებ ამ საკითხს ესე. რაც შეეხება იმას, ახლა რუსული ორიენტაცია, დასავლური ორიენტაცია. არაერთხელ დაუფიქსირებია საქართველოში პოლიტიკურ ოპოზიციას, რომ ის არის დასავლური ორიენტაციების მომხრე. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსი უნდა აღიზიანო მუდმივად უნდა ცხვირში უჩხიკინო რაღაცა გაამწარო, ისაქნა ისე მდგომარეობამდე მიიყვანო, რომ უკიდურესად დაძაბო ქვეყნებს შორის მდგომარეობა. ეს იყო საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გაუწონასწორებელი, დაუდევარი, არაადეკვატური და არასახელმწიფოებრივი ქმედება, რასაც ჩვენ ყველანი ერთად უყურებთ. ამის გამო მოხდა ეს ამბები და ისიც, რომ რუსი დაგვესხა თავს და რა გვექნა მეტი თავს ვიცავდით ამისად რუსი არაერთხელ დაგვსმენთ ჩვენ თავს ამ წლების განმავლობაში ძალიან ბევრჯერ დაგვესხა თავს მაგრამ ჩვენ შევძელით ყოველთვის რომ თავიდან აგვეცილებია ეს ამბავი და ეხლა გეტყვით ერთ რამეს თუ კი რუსი ჩვენ თავს დაგვესხა მაშინ იმდენისთვის მაინც უნდა მიეღწია საქართველოს ხელისუფლებას რომ ყველა ევროპული გაზეთი ყველა ამერიკული გაზეთი ყველა ექსპერტი ვინც არის საქართველოს ადანაშაულებს ამ შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებაში ეს მაინც არ მომხდარიყო ეს მაინც მიგეღწიათ და ეს მაინც გააკეთებიათ ვერც ეს ვერ გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ რის გამოც ეხლა დაიდება ნოემბერში თუ არ ვცდები თუ ოქტომბერში დაიდება ევროკავშირის მიერ შექმნილი კომისიის დასკვნა და იმ კომისიის დასკვნაში წინასწარ ვიცი რაც ეწერება ეწერება რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო შეიარაღებული კონფლიქტი ცხინვალის რეგიონში იმიტომ რომ არის წარმომადგენლები დიდი მოლოდინით ელოდებიან ტალიანის დასკვნას დიდი მოლოდინით ელოდებიან ვიცი და გეუბნებით ეს დასკვნა იქნება საქართველოს მდგომარეობის კიდევ უფრო მეტად დამამძიმებელი ბატონ გოგა თუ შეიძლება ეს არ იქნება პატა დავით აიას კომისიის დასკვნა გასაგებია გისმენთ პიარ კამპანია შეეწირა დამატებითი დაკავებული ტერიტორიები ეს იყო უმოქმედო მე ძალიან ღრმად ვარ დარწმუნებული რომ დარწმუნებული ვარ აბსოლუტურად რომ ბატონმა ზვიადმაც ძალიან კარგად იცის რომ ეს არ შეიძლება ახლა ასე განვიხილოთ რომ პიარ კამპანია შეეწირა კოდორი და ახალგორი აქ გაცილებით ღრმა მიზეზებია უბრალოდ ნუ ახლა ეს არის ის პოზიცია რომელიც ოპოზიციამ დაუშვათ უნდა დააფიქსიროს და ესეც აბსოლუტურად გასაგებია. ბოლო ნაწილს რაც შეეხება ის რომ წინასწარ შეიძლება გამჭვრიტოთ რაღაც რა დასკვნა იქნება ევროკავშირის კომისიას, ესეც ცოტა რა ვიცი, ჩემთვის მაგალითად Human Rights Watch-ი სწორედ დასკვნაში წერს რომ სხვა დროს არ შევაწყვეტენ. ბატონ გოგა, ხო ერთადაა. მოვა ის ნოემბერიც და დეკემბერიც, რომელიც არა ის შორს უცებ მოვა და აგერ ამ ეთერში შევხვდეთ ისევ და ერთად განვიხილოთ ის დასკვნა, რომელიც ექნება ევროკომისიას. კი ბატონო, კი, საინტერესო იქნება, რაც შეეხება ახლა იქ ის მაინც უნდა მოეხერხებინა საქართველოს ხელისუფლებას, რომ პრესა, ევროპული და მთელი დასავლეთი და ასე შემდეგ, ნუ ახლა ეს ბრალდებისთვის კარგია კი ეს რატო ვერ მოახერხეთ ის რატო ვერ მოახერხეთ მაგრამ ამხელა რუსეთია ამხელა ფინანსებია ამდენი გაკონტროლებული მასმედიის საშუალება იგივე დასავლეთში მათგან პირდაპირ მათი მფლობელები არიან ბევრი მათგანის New York Times რუსეთი აკონტროლებს ბატონო New York Times ნუ აიღებთ სიტყვაზე გეუბნებით ერთ-ერთი მაგალითი რომელიც საკმაოდ კრიტიკულია ხელისუფლების მისამართით ეს მედია საშუალება რუსეთი აკონტროლებს ბატონ გოგა არ მაქვს მე ინფორმაცია New York Times ვინ აკონტროლებს და სავარაუდოდ არა ალბათ მაგრამ ზოგადად ვამბობ რომ ის რომ აქ New York Times-ზე არ იყო საუბარი New York Times-ში ბევრი ისეთი სტატიას დაბეჭდილა რომელიც აბსოლუტურად ჩვენ პოზიციებზეა და აბსოლუტურად ანტირუსულ პოზიციებზეა მაგრამ ეს არ ნიშნავს ჩვენ ვაკონტროლებთ იმას აქ საუბარი არის იმაზე რომ ხა ზოგადად ამხელა ქვეყანას თავის ძალიან ბევრი საშუალებები ძალიან ძნელია აღუდგე წინ და რაღაცა ყველაფერი დაბლოკო ფაქტი არის ის რომ რაც დრო გადის უფრო მეტი ინფორმაცია ასე ვთქვათ გამოდის სააშკარაოზე აი ეს ბოლო დასკვნაც ევროსაბჭოს დასკვნაც ნამდვილად მიუთითებს ყველა პოზიცია ჩვენი პოზიცია გათვალისწინებული შეიძლება მას არ ქონდეს რაღაცა ის სავალდებულო ხასიათი და რუსის ჯარის გაყვანას არ უზრუნველყოფდეს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან, მაგრამ პოზიცია ნათელია და ეს არის ევროსაბჭო ძალიან ბევრი ქვეყანა მთელი დასავლეთი აფიქსირებს ხო ამ პოზიციას. ერთხარეს რჩება რუსეთი და ნიკარაგუა და მეორე ხარეს მთელი ცივილიზებული დასავლეთი. ბატონო ქვეყანაში 10,000-ობით დამატებითი დევნილების გაჩენის გამო, ადამიანის მკვლელობების გამო და საკუთრების ხელყოფის გამო, თუ შეიძლება რეკლამის შემდეგ თქვენი პასუხები ეს ბრალდებები ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლების მისამართით არსებობს. ჩვენ რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში. მედია პროექტი უცნობი კავკასია. ჩვენ ბრუნდებით პირდაპირ ეთერში ხელისუფლების გუნდის წარმომადგენელი გოგა ხაჩიძე და გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი კონსერვატული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ზვიად ძიძიგურიარენ გახლავთ ჩვენი გადაცემის სტუმრები. ჩვენ საუბრობთ ოპოზიციის მიერ ხელისუფლების მისამართით საკმაოდ სერიოზულ ბრალდებებზე, ადამიანთა მკვლელობების გამო, საკუთრების უფლებების დარღვევების გამო, ახალი დევნილების გაჩენის გამო. ისე ბატონ ზვიად საინტერესო ოპოზიცია ამაზე ყოველდღიურად საუბრობს თუნდაც ჩვენს ეთერში. რას ნიშნავს ახალი და ძველი დევნილები? აი ესეთ განცხადებას სხვა შორის ტოლთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანიც აკეთებს ახალი და ძველი დევნილები. ეს არ არის სწორი განმარტება თუ ძირიძირში ჩავეძიებით, მაგრამ ერთს გეტყვი, ახლა იმას ნიშნავს, რომ არსებობდა 200,000 დევნილი, რომელიც 92-93 წლებში გახდა დევნილი და ახლა დაემატა 50,000, რომელიც გახდა 2008 წელში დევნილი. ახლა ხო არ იტყვი 2008 წელს დევნილად რომ გადაიქცა ის კაცი ძნელია და უბრალოდ მარტივად რომ თქვა, თორე შინაარსობრივად რა თქმა უნდა ახალი და ძველი დევნილი კი არა, უბედურება ყველა ერთად ჩვენი ქვეყნისთვის ეს არა ასეთი განცხადებებით ხშირად ბატონ კობა სუბელიანის გამოდის და იმიტომ ოპოზიცია ყოველთვის აკრიტიკებს სუბელიანის ამ განცხადებას და იმიტომ ჩაგეკითხეთ გისმენთ ბატონ გოგა ადამიანის მკვლელობები საქართველოში აი ამ ბრალდებაზე თუ შეგიძლიათ ისაუბროთ. მე არ ვიცი რას გულისხმობთ კონკრეტულად. თუ რაღაცა კრიმინალს გულისხმობთ. გირგვლიანის მკვლელობის 3 წლის თავი, გირგვლიანი, ვაზაგაშვილი, რობაქიძე, ეს არის 3 ისეთი გვარი, რომელიც მთელი ქართული საზოგადოებისთვის არის სიმბოლო თუ როგორი არის ძალადობის მსხვერპლები ვინ არიან და როგორ მოხდა ეს ძალადობა ქვეყანაში და ამასთან დაკავშირებით აქციებიც იყო და ეს აქციები გრძელდება კიდე რამდენადაც ვიცი. მე ამასთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია არაფერი არ მაქვს, მაგრამ რამდენად ვიცი ეს დამნაშავეები არიან დაჭერილები, დასჭილები და არ ვიცი რა უნდა გავაკეთოთ, რა უნდა გაკეთდეს პასუხი უნდა აგონო ბატონო გოგა. ჩავქოლოთ, გამოვიყანოთ და საჯაროდ ჩაიქონოთ, თუ აი რა უნდა გავაკეთოთ, მართლა ვიღარხდები. თუ რამე კიდე ახალი მოხდა რომ დაუშვათ, ვიღაცა გაუშვეს, ვიღაცას აპატიეს, არ ვიცი. მე რამდენადაც ვიცი ამ საქმეში დამნაშავეების ხედან ციხეში და იხდიან სასჯელს. ხო, რაც შეეხება აი ეს ტოლვილების არა, თუ შეიძლება ბატონ გოგა, რა უნდა გავაკეთეთო ბატონ ზვიად? კი ბატონო, მოგახსენებთ. ესე იგი, აქ ნამდვილი დამნაშავეები არზიან ციხეში, შეიძლება ბატონმა გოგამ არ იცის, მაგრამ ძალიან გასაკვირია თუ ამის შესახებ არ იცის. აქ ბრალდება იყო ბატონი ვანო მერაბიშვილის მეუღლეზე, რომელმაც წააქეზა ეს ხალხი, რომელმაც შემდეგ მოკლეს გირგვლიანი და დამკვეთი ასევე ამ დანაშაულის იყო სანოძე და ახალაია, რომლებიც დღეს ისევ თანამდებობებზე არიან შინაგან საქმეთა სამინისტროში და ამ დამნაშავეებს ხელს აფარებს ვანო მერაბიშვილი და მიხეილ სააკაშვილი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, როდესაც აი მობილურის ქურდობისთვის პატარა ბიჭებს აძლევენ 7 და 8 წელიწადს ციხეს და ადამიანის ასეთი მკვლელობისთვის 4 და 3 წელიწადს უსჯიან შინაგან საქმეთა სამინისტროს საკმაოდ ისეთი, რა ქვია, სოლიდური თანამდებობის პირებს. ეს არის და ეს არის ისეთი უსამართლობა, რომელმაც გამოიწვია საყოველთაო მღელვარება და პროტესტი ქვეყანაში და ამას ვაპროტესტებთ ჩვენ და ხა თქვენ ამტკიცებთ ხელისუფლება, რომ ჩვენ ვიქცევით ადეკვატურად ასეთ შემთხვევებში. არ იქცევით ადეკვატურად რობაქიძის მკვლელებთან დაკავშირებითაც ასეთი მცირე სასჯელები დიდხნიანი საზოგადოებრივი ზეწოლის შემდეგ მოხდა და ვაზაგაშვილის მკვლელობა ხო საერთოდ არის ისეთი უცნაურობა, რომელიც შეიძლება ყველას გაუკვირდეს. ახლა კაცი მოკლეს ზურა ვაზაგაშვილზე მახლაპარაკი და 2 დღის მერე გაარკვევს ვინ მოკლეს, მანამდე არ იცოდნენ და შემდეგ შეთითქნეს ვერსიები თუ როგორ, რატომ და რისი გული მერე მოიფიქრეს, რომ სადღაც საყაჩაღოდ მიდიოდნენ, ჩაფიქრებული ქონდა თურმე და ამიტომ დაცხრილეს და თან იქიდან ესროდნენ და ასეთი უსამართლობები იყო, უსინდისო უსამართლობები და ამის შემდეგაც მე უნდა გითხრათ, რომ ხელისუფლებას თავისი სტილი და მოქმედების გეგმა არ შეუძლია. ამ აგვისტოს მოვლენების შემდეგ თქვენ ალბათ ნახეთ ჟურნალისტური გამოძიებაც იყო, როდესაც ჯარისკაცი მოკლეს ბათუმში, გაიყვანეს და ყოველგვარი გამოძიების ცემით და ამოაძვრეს სული. ესე იგი ცემატყეპაში, იმიტომ რომ ისინი ის კაცი იყო მიუღებელი ამ ხელისუფლებისთვის და იმ სამართალდამცავი ორგანოებისთვის, რომლებზედაც ის ლაპარაკობდა ღიად და ამბობდა თუ რა მოხდა და რა სიტუაცია იყო და სხვათა შორის მე მგონი ეს არის ძალიან კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებშიც, რომელიც არის ადამიანთა უფლებების. კი ბატონო, ბატონ გოგა გისმენთ თუ შეიძლება. ჩვენ ერთის მხრივ ლაპარაკობთ უსამართლობას, სამართლიანობას და მეორეს მხრივ ასე
ასე პირდაპირ შეგვიძლია თქვა ვიღაცაზე რომ ის არის დამნაშავე, არა ის არ არის დამნაშავე, სხვები არიან დამნაშავე, 3-4 წელზე არ არის რამდენადაც მე აქვს ინფორმაცია საუბარი, გაცილებით მეტზეა ამ სასჯელზე საუბარი. ჩემთვის იცით რა ეხა იდეალური არ არსებობს ქვეყანა და მით უმეტეს ისეთ ქვეყანა როგორც ჩვენად, რომელსაც უამრავი უბედურებაში გამოვიარეთ და კიდე ძალიან ბევრი პრობლემები გვაქვს წინ, რომელიც ჩვენი მოსაგვარებელი. ეს არის პროცესი, ხალხო, სურვილები იმდენი მაქვს და დარდამღწერელებად არავის არ ვარგივართ სამწუხაროდ, თორემ რა არის ბატონ გოგა პროცესი თუ შეიძლება პროცესი არის ოპოზიციის წარმომადგენლები საუბრობენ კონკრეტულ ფაქტებზე ახალგაზრდა ადამიანებზე რომლებიც მოკლეს ხო მე არა მაქვს საუბრო ვინ მოკლა რა საკვირველია თუ შეიძლება მათქმევით პროცესზე ვლაპარაკობ კი კონკრეტულ ფაქტზე გაგეცეთ კონკრეტული პასუხი რომ კონკრეტული ადამიანები კონკრეტულ ციხეში კონკრეტულ სასჯელს იხდიან ჩემთვის პროცესი რა არის ამას აგიხსენთ პროცესი არის პროცესი ჩემთვის ასე მესმის და გადამარწმუნოს ვიღაცამ ხო ვერ მარწმუნებს ოპოზიციას სხვა რამეში და რა ვქნა მითხარით ჩემთვის პროცესი არის ის რომ ეს ამ ქვეყანას დამოუკიდებლობამდე კიდევ გზა აქვს გასავლელი თავისუფლებამდე კიდევ გზა აქვს გასავლელი ჩემთვის პროცესი არის ეს ჩემთვის ჩემი საკეთებელი ის არის რასაც ვაკეთებ რომ ყოველდღიურად რაღაცა კარგი საქმე მინდა გავაკეთო კონკრეტული საქმე მესმის რომ შეიძლება ვიღაცას არ აინტერესებს რომ მე სადღაც წავედი კონკრეტულად დღევანდელ თანამდებობაზე და ნერგები დავრგე მაგრამ ესეც ხო გასაკეთებელია მე ჩვენივრად დიდი სიამოვნებით დავждები და გურამ პეტრიაშვილის გმირივით წიგნს გავხსნი და აღწერო დარდი ნომერი 358 ეს გზა არის ცუდი დარდი ნომერი ის პენსია არის ცოტა დარდი ნომერი ეს გვინდა უკეთესი გვინდაც გასაგებია მეც მინდა მე ჩემს სფეროშიც ბევრი რამე მინდა რომ არ იყვნენ რუსები იქ მინდა რომ არ ყავდეს ლტოლვილები ვინმე მე არ ვიცი მე აი ყველასთან აბსოლუტურად კონკრეტულად მე ამ შემთხვევაში ყველასთან მოძებნე რაღაცა გზა ყველას ვკითხე ყველას ვთხოვ ოპოზიციას და ეს კი ბატონო დაუგზავნეთ ოპოზიციას საზოგადოებას არასამთავრობოს მთავრობას ყველას აი მე დღეს ამ სფეროს ხელმძღვანელობ იქნებ რამე მირჩიოთ იქნებ ჩემი გაკეთებული არ მოგწონთ იქნებ რაღაცა უკეთესად გავაკეთოთ იქნებ აზრი გამოთქვათ ეს არის ჩემთვის პროცესი მეც არ ვჩები გვერდზე ამ სუდი მოვლენების გვერდზე იგივე ომი მეც სული მასშტაბით თქვენგან ხელისუფლების წარმომადგენლისგან ჩვენ ჟურნალისტები მოვითხოვთ კონკრეტულ პასუხს პრეზიდენტის წვნებული ვიყავი როდესაც აი ეს საომარი სიტუაციები დაიწყო და ომი მოხდა რუსეთთან ასე ვთქვათ მეც ძალიან კონკრეტულად შემეხო ძალიან კონკრეტულად შემეხო ეს არ ნიშნავს იმას მე ჩემს საქმეს ვაკეთებ და არ მაინტერესებს ჩემს ეს პროცესია ჩემსაც შეიძლება მოსაწყენი იყოს რაღაცა ამ ბევრ პრობლემებში გარემოს დაცვაზე ვფიქრე მაგრამ ჩემ მოვალეობად მიმაჩნია რომ მე დღეს აქ ვარ და ეს უნდა ვაკეთო ეს არის პატრიოტიზმი ეს არის დამოუკიდებლობა რომ მე ნერგები უნდა დავრგო და გარემოს გავუკეთო თქვენ კონკრეტულად ნამდვილად შეგეხოთ ეს ომი მაგრამ მერწმუნეთ უფრო შეეხო ეს ომი იმ ადამიანებს რომლებიც კონფლიქტის დროს იმყოფებოდნენ იმ რეგიონებში და ამ ადამიანების ევაკუაცია არ მოხდა ბატონ გოგა ეს არის სწორედ ვფიქრობ ოპოზიციის ბრალდება ხელისუფლების მისამართი მომისმინეთ ერთი წუთი თქვენ როგორც ჟურნალისტ და საერთოდ აი ყველას კი გასაგებ ვინმე თქვას რა აი კარგით ეს მოცემულობაა ხო რაც არის ეს არის ხო კი წარსულზე მოვიკლათ წარსულ დროებზე ჯავრი და ასე შემდეგ და რაღაცა სხვა ტექსტები არ გვაქვს კარგით ეს მოცემულობაა ხო ვინმე მოდი აი თქვა დავწეროთ მიმდევრობით რაღაცა ვინმე თქვას რომ აი იმისაც რომ ახლა აქედან რაღაც კარგად გამითო ჩვენ ხო რაღაც ვაკეთებთ. დიახ. მოგდის შეცდომები. მოგდის ვახდენთ რაღაც წარმატებებიც არის, შეცდომებიც არის. ეს კეთებას მოყვება და შრომას მოყვება და რაღაც წვალებას მოყვება. გასაგებია კრიტიკა ადვილია და მე მესმის რომ ოპოზიცია კარგია, იმიტომაც რომ უნდა გაკრიტიკოს, მაგრამ მე სხვანაირადაც მესმის რომ იქნებ რაღაცა სასარგებლო კონკრეტული თქვათ რომ დაუშვათ თქვენ შეგიძლიათ ახლა ეს გააკეთოთ თუ რამე გეგმა არსებობს მაინც იმისა რომ თქვენ რამე კონკრეტული სასარგებლო თქვენ ვაღარ იქნებით ჩვენ ამას გავაკეთებთ თუ რამე საიდუმლო გეგმა არსებობს ეს მაინც ვიცოდე რომ რაღაცა თორე იგივე მოთხოვნებშიც კი სამი მოთხოვნაა ხო მოდი მივყვეთ მინდერო გადადგეს პრეზიდენტი ხო მოდი აი შევასრულოთ გადადგა პრეზიდენტი ხვალ გადადგა პრეზიდენტი ჩავის არა ქვია ჩატარდეს რიგარეშე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ერთი წუთი ჩავად ვინ ატარებს ამ არჩევნებს ვინ ატარებს ბატონზეა დამარჩენებს თუ შეიძლება პრეზიდენტი გადადგა აქ პრობლემები არ არის ბატონ გოგა ამიტომ ეს საკითხი ძალიან კარგად არის კონსტიტუციით არეგულირებული პრეზიდენტი როცა გადადგება შემდეგ მოვალეობის შემსრულებელი არსებობს და პარლამენტის თავმჯდომარე
შეასრულებს პრეზიდენტის მოვალეობას და ეს პრობლემები კონსტიტუციაში არ არის. ანუ ბატონი დათო ბაქრაძე ჩაატარებს არჩევნებს, ხო? ბატონი დათო ბაქრაძე ჩაატარებს დღევანდელი თქვენ კონსტიტუციის დათო ბაქრაძის ჩატარებული არჩევნები ესე მოგეწონებათ? ახლავე ვამბობთ. დიახ, დათო ბაქრაძის ჩატარებული არჩევნები მოგეწონება თუ არ მოგეწონება, ამ არჩევნებზე ჩვენ ყველანი ერთად ვილაპარაკებთ. იმათ შორის ხელისუფლების იმ წარმომადგენლებს შორის, რომლებიც იქნებიან პასუხისმგებლები არჩევნების ობიექტურად ჩატარებაზე, ოპოზიციაც და კოდექსსაც შევცვლით. საარჩევნო გარემოსაც შევცვლით. რა თქმა უნდა, არჩევნებამდე ამას გავაკეთებთ. მაშინ მიმდევრობა მაინც დავწეროთ სწორად. მიმდევრობა სწორად წერია, აბსოლუტურად სწორად წერია, მინდა გითხრათ, თავარი ზეწოლის ფაქტორი არჩევნებზე ვინც იყო, 5 იანვრის არჩევნებზე, 21 მაისის არჩევნებზე ეს იყო პრეზიდენტი სააკაშვილი და ვანო მერაბიშვილის უწყება, რომელიც ატარებდა პრაქტიკულად არჩევნებს, არავითარი თარხნიშვილი არ ატარებდა. თუ კი ეგეთი ზეწოლა არ იქნება ამ არჩევნებზე, რა თქმა უნდა, მაშინ კანონმდებლობა კი არ არის მთავარი პრობლემა. მთავარი პრობლემაა ის, რომ იმ კანონმდებლობას არავინ არ იცავს და პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო ატარებს ამ არჩევნებს სააკაშვილის დავალებით და სააკაშვილის დავალებით აწიოკებენ ბიზნესმენებს და იმ მილიარდებს ართმევენ, რომელზედაც სააკაშვილი ქურდი დღეში 10 ჯერო გამოწყდება, ესე გამოწყდება ხოლმე ხანდახან მილიარდი თუ მილიარდ ნახევარი დაუხარჯია. საპარლამენტო არჩევნების დროს კი ბატონო გოგა თვითონ დააფიქსირა და ოფიციალური ციფრები სრულიად სხვაგვარი არის. მე მინდა უბრალოდ რა ვთქვა, იცით, ჩვენ უკვე ვამთავრებთ მე მგონი, ხო? გისმენთ ბატონ ზვეთ. რისი თქვა მინდა. დარდების ჩამოწერაო შეგვიძლიაო კარგადო ბატონმა გოგამ თქვა და აი დავნომროთო პეტრიაშვილის გმირივთო და იცით თქვენ რომ ამ დარდებზე და ამ პრობლემებზე პასუხისმგებელი არის ხელისუფლება და რა გიკვირთ, როდესაც ხელისუფლებას მის პასუხისმგებლობის საკითხს ვაყენებთ ამ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც დანაშაულება და შეცდომებად მიგვაჩნია. გუშინ ბაქრაძის გამოსვლა იყო ერთ-ერთ ეთერზე არ მახსოვს რომელზე და თქვა რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს რომ ვიცავთო, რუსეთი იმიტომ არის ასე გამწარებულიო და თუ ჩვენ რუსულ ინტერესებს გავატარებთ საქართველოსშიო, მაშინ რა თქმა უნდა დათმება სიტუაცია რუსეთთან ყველაფერი და ჩვენო დასავლური ინტერესების ერთგულები ვართ, ამიტომ ვიჯებითო და ეს ახლა ბატონმა გოგამაც გაიმეორა დღევანდელ ეთერში რომ აი რის ხარჯზე რას ნიშნავს დამოუკიდებლობა, რუსულ ინტერესს ხარ უნდა დაუჯეროთ რაღაცა და მიმაჩნია რომ ეს სახელმწიფო მესიჯია და მინდა ამას უპასუხო უბრალოდ რა და ვთქვა რომ დასავლეთისკენ რომ მივდივართ ყველანი ოპოზიციაც, ხელისუფლება, ოპოზიციის აბსოლუტური უმრავლესობა ყოველ შემთხვევაში შეთანხმებულია, რა გავაკეთეთ იმისათვის, რომ დასავლეთმა მიგვიღოს თავის დიდ ოჯახში. სასამართლო არ არის ამ ქვეყანაში დამოუკიდებელი და ყველა ექსპერტი. მე მოვცემ საშუალებას. სხეფერი ჩამოვიდა და კაცმა რა თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა იმ კონფლიქტის შემდეგ თქვა, რომ თავისუფალი სასამართლო, თავისუფალი არჩევნები, თავისუფალი მედია. ეს თქვა როგორ ახლა ამაზე უფრო დიდი პოლიტიკური შეგინება არ არსებობს ქვეყნისათვის, რომელიც იმ კაცმა გააკეთა. იგივეს ამბობდა კუშნერი, იგივეს ამბობდა, რა ვიცი, ვინც კი ჩამოდიოდა ფინეთის საგარეო მინისტრიდან დაწყებული და ევროკავშირის სტრუქტურებიდან და ვისაც ხვდებით უცხოელებს ჩვენ ვინც კი ჩამოდის საქართველოში და ხშირი შეხვედრა გვაქვს სხვათა შორის ჩვენ არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს, ყველა უსვამს ხაზს იმას, რომ მედია საშუალებები არის დაბლოკილი. დღესაც კი, ამ წუთასაც კი და ეს არის სერიოზული პრობლემები და რა გავაკეთეთ იმისათვის, რომ ნატოში შევსულიყავით. არაფერი ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა. ორი არჩევნები გაყალბდა, ორივე არჩევნებზე დაიდო, დასკვნა რომ ეს იყო გაყალბებული არჩევნები 5 იანვრის არჩევნებზე, 21 მაისის არჩევნებზე და ასე უნდა ხელისუფლებას რომ დასავლურ ოჯახში მიიღო. კი ბატონო, რა გამოსავალი არსებობს? ანუ ამბობენ რომ იმ ოჯახში მივდივართ და ყველაფერს იმის საწინააღმდეგოს აკეთებენ, იქ რო არ მიიღონ და ამბობენ რუსები ჩაგრავენ, იმიტომ რომ იქეთ გვინდა წასვლა. მარტო რომ გინდა ეს არ არის ჩემო კარგო, არაფერს არ ნიშნავს, რომ გინდა იმის შესაბამისად უნდა გააკეთო. კი ბატონო, რა გამოსავალი არსებობს თუ შეიძლება? გამოსავალი გეტყვით რაც არსებობს. გამოსავალი ეს არის, ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს მიხეილ სააკაშვილის თამადობით. ახალი ობიექტური არჩევნები ჩატარდება ქვეყანაში და ხალხი თვითონ გადაწყვეტს ვის მისცეს დობის მანდატი. ახალი რეალობაა ქვეყანაში შექმნილი, ახალი გამოწვევები აქვს ამ ქვეყანას და ამ გუნდმა მიხეილ სააკაშვილის თამადობით დაამტკიცა რომ მათ ამ გამოწვევებზე ადეკვატური პასუხის გაცემა არ შეუძლიათ. ბატონ ზვიეტ, ჩვენს ეთერში სწორედ ნუგზარ ციკლაური საუბრობდა რომ ის რომ პრეზიდენტი უნდა გადადგეს ოპოზიციის ეს მოთხოვნა არის მხოლოდ მათი ოცნებაა და ისინი ვერასდროს ვერ მოიგებენ არჩევნებს. ეთანხმებით ბატონ გოგა ნუგზარ ციკლაურის ამოსაზრებას. ადგილები 2007 წელსაც ესე ხელისაქნევით ლაპარაკობდა სააკაშვილიც, ბოკერიაც, მერაბიშვილიც, სულ ყველანი ოპოზიციის მაშინდელ მოთხოვნებზე, მაგრამ გარწმუნებთ რომ უკვე საკირკილო და ესე სალაზღანდაროდ საქმე არ იყო, როდესაც ნახეს რომ ხალხი რეალურად უჭერდა მხარს. კი ბატონ გოგა, გისმენთ და თუ შეიძლება სამთავრობო ცვლილებები საუბრობენ პრესა დღეს საუბრობს რომ შესაძლოა პრეზიდენტმა სააკაშვილმა კიდევ ერთხელ განაახლოს მინისტრთა კაბინეტი თუ გაქვთ თქვენ ამის შესახებ ინფორმაცია.
მოგახსენებთ უბრალოდ ეს ჩამოთვლილი რაღაც საკითხებზე მინდა ძალიან მოკლე კომენტარი. მილიარდის თემით სპეკულირება, ეხლა ყველას კარგად გვეს მილიარდი რო ჩვენ არ გვიხსენებია ბატონო პრეზიდენტმა თქვენ პრეზიდენტმა მაგას ხსენ ხა ყველა ალბათ რთული გასაგები არ არის მილიარდი დაჯდა არჩევნები ეს იმას არნიშნავს საარჩევნო კამპანია დაჯდა მილიარდი არჩევნები თავისთავად ისეთ პროცესია როდესაც ინვესტორისთვის უცხო ქვეყნის ვიღაც ბიზნესმენისთვის რაღაცა არის პროცესი რომელიც ელოდები რა ძალა მოვა ვინ გაიმარჯვებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ეს პროცესი რაც უფრო დიდხანს იწელებოდა რამდენი არჩევნები ჩაატარდა გასულ წლებში გაიხსენეთ ამ ეს პროცესი აფერხებს ინვესტიციის შემოსვლას ქვეყანაში ამას ეს სიგულისხმება იმაში რომ საბოლოო ჯამში დაჯდა ეს არჩევნები მილიარდი და არა ის რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ან მიხეილ სააკაშვილმა მილიარდი დაიჯინა თავისი რაღაც გასაგებია ბატონ გოგო ეს ერთ სასამართლოსაც შეეხება მე რომ თქვენ დღეს გითხრათ რომ ეს რა სტუდია ეს რა კედლები გაქვთ რა განათება გაქვთ ხვალვე მინდა რომ გქონდეთ რაღაცა არ ვიცი ძალიან მაღალი სტანდარტი თქვენ ხო ძალიან მაღალი სტანდარტები გასაგებია სხვა რამეს გულისხმობ ფიგურალურად კარგია არეფლექსის განათებები გაქვთ და ასე შემდეგ სხვა რამეს გულისხმობ ამას ხო დრო ჭირდება ის რომ მოსამართლეები უვადოდ დაინიშნებიან ის რომ ნაფიც საჯოთა ინსტიტუტი შემოვა ის რომ ზოგადად მოსამართლე ხო ინტელექტუალური და ძალიან ცოდნე და ძალიან განათლებული ადამიანია ამას ხო დრო ჭირდება გამოცდილება ჭირდება ესეც პროცესია 5 წელი გავიდა უკვე ბატონო 5 წელი გავიდა მე მოვალ 5 წელიწადში და მოვითხოვ თქვენგან რაღაცა ისეთ სასწაულს რომელსაც 5 წელი შეიძლება არ ეყოს ისეთ არასტაბილურ სიტუაციაში დაუშვათ როგორც 5 წელიწადში შეიძლება რადიო უცნაურად ნამდვილად შემდეგი მედია ეხა მედიაში როდემდე შეიძლება ვილაპარაკოთ მედიაში რომ მედია არ არის თავისუფალი მედიაში ვილაპარაკოთ ამას ხო კი გასაგებია ბატონო შეიძლება ეს პასუხიც მოგბეზდათ ხელისუფლებისგან მაგრამ მე რეალურად ეხლა კარგით ყველა არხზე არის დებატი ყველა არხზე არის რაღაცა შოუ ყველა რადიოში არის რაღაცა ის ინტერნეტში უცე გახსნილია პრესაზე საუბარი აღარ არის საერთოდ ვისაც რა უნდა და რაც არ უნდა იმას წერს ეხლა რაც შეეხება არჩევნების დასკვნას მე არ მახსენდება რომ არჩევნებზე რაიმე ისე დასკვნა რომ ეს არჩევნები არ შედგა გაყავდა დაფიქსირდა დარღვევები მაგრამ ეს იყო რაღაცა ინფარგლებში რომელიც გავლენა არ მოახდინა და კიდევ ერთი რამე მე როგორც მინისტრი აქედან ეხლა წავალ როგორც მინისტრი წავალ და ჩემს საქმეს გავაგრძელებ ძალიან კონკრეტულად გისურვებ წარმატებებს ბატონო გოგო საინტერესებს ძალიან კონკრეტულად ჩემზე აუხსნა რას ვაკეთებ როგორ და ყოველდღიურად რაზე ვფიქრობ და მართლა მე მინდა აღვნიშნო რომ გარემოს დაცვის სამინისტრო ასეთი გააქტიურებული არ მინახავს გაიხსნა ცხელი ხაზი შეხვდით საზოგადო მოღვაწეებს მე ვფიქრობ ეს ყველაფერი ძალიან კარგია გისურვებ წარმატებებს დავასრულებ მაგრამ როგორც მოქალაქე ბატონო ზია ნამდვილად გულწრფელად გეუბნებით აი მერწმუნეთ ნამდვილად გულწრფელად მე მართლა მინდა მართლა მაინტერესებს როგორც მოქალაქეს როგორც მინისტრი მე ვიცი ჩემი დავალებები ჩემი საქმე წავალ და ვიმუშავებ ამას და გავაკეთებ აქეთ ომი იქნება შეიძლება მაგრამ მე ჩემს საქმეს გავაკეთებ ჩავთვლი რომ ეს არის საქმე როგორც მოქალაქე ბუნების დაცვას როგორ მოუვლით კავენს ხო არ თამაშობთ რა არა არ არის კავენი ეს ბატონო თქვენ საჯაროდ რაღაც მაგრამ როგორც მოქალაქე მე მართლა მინდა მართლა გულწრფელად მინდა რომ მოვისმინო რომ გამოსავალი არის ეს იმიტომ რომ მე როგორც მინისტრის გასაგები ამ თავრობის წევრი ვარ როგორც მოქალაქე ხო ამ ქვეყნის წევრი ვარ რატო არ ფიქრობს დაუშვათ ოპოზიცია ჩემზეც და ჩემნაირებზეც რომ მე იქნებ დამარწმუნოთ რომ ბატონ ზვია ძიძუგურს ქონია აფხაზეთის და ოსეთის კარგი დაბრუნების გეგმა სადაც არ გვეყოლება ტოლები არ გავისვრით იარაღს არ გვექნება რუსეთთან კონფლიქტი და ასე შემდეგ ყველა საკითხზე როგორ გავხდოთ პენსია უცბად ძალიან ბევრი როგორ ავაშენოთ ხვალვე კარგი სამართყოფოები როგორ მოვაწესრიგოთ ამაზე თუ რამე კარგს გავიგონებ მერწმუნეთ ეს როგორც მოქალაქე მე ხო მჭირდება ეს ინფორმაცია ბატონ გოგა ძალიან დიდი ბოდიში ვეღარ მოგცემ სიტყვას თორე ჩვენ რასაც ვაკეთებ ნახევარი წუთი მინდა კი ბატონო უბრალოდ ის რომ 5 ტელევიზია არის პირდაპირ ხელისუფლების რუსთავი 2 იმედი პირველი არხი ჩემო ბატონო საქართველოს აჭარის ტელევიზია ეს არის ფაქტი და ამას ადასტურებენ არა მარტო ჩვენ არამედ ადასტურებენ უცხოელი ექსპერტები პოლიტიკური ნება ჭირდება ბატონო გოგა მხოლოდ იმას რომ სასამართლო გაანთავისუფლო და ეს არა ფეხბურთის ნაკრები რომ ერთმანეთთან შეთამაშება ჭირდებოდეს და მაგარი მწვრთნელი უნდა ჩამოიყვანოს რაღაციდან და ეს არ არის ამას ჭირდება პოლიტიკური ნება პროკურატურა თავზე არ უნდა დაასვა ის არ უნდა გახადოს სასამართლოს უფროსი და სასამართლოს უნდა მიცე დამოუკიდებლობა ამის ნება თუ გაქვს აბსოლუტურად ყველაფერი რეგულირდება უცებ და საერთოდაც
მინდა ვთქვა, რომ აი სწორედ ასეთი ტიპის პოლიტიკური ნება არ გააჩნია ხელისუფლებას. სწორედ აი ესეთი მიდგომები აქვს, რომ არა, ყველაფერი ხელში უნდა ქონდეს, ყველაფერს თვითონ უნდა აკონტროლოს, ყველაფერს თავზე უნდა აჯდეს და ამის გამო არის, რომ მთელი პასუხისმგებლობა შემდეგ მის კისერზე გადადის. არ არის ამ ქვეყანაში ინსტიტუტები, რომლებიც პასუხისმგებლობებს გადაინაწილებენ და არის ყველაფერი ერთი კაცის პასუხისმგებლობის საკითხი დღეს და ამიტომაც ვითხოვს ოპოზიცია ერთი კაცის პასუხისმგებლობას პირველ რიგში. ერთი კაცის ბატონ ჯერ ერთი კაცის, რომელიც არის ამ დანაშაულებრივი პირამიდის სათავეში. დიდ მადლობას გადაგიხდით გადაცემაში მონაწილეობისათვის. გისურვებ წარმატებებს. გოგა ხაჩიძე, ზვია ძიზიგური გახდნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები. რადიო უცნობისა და ტელეკომპანია მაესტროს ერთობლივი პროექტი უცნობი კავკასია ხვალამდე გემშვიდობებად. ნახვამდის. ეთერში იყო გადაცემა უცნობი კავკასია.